Adigeni ლენტეხისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. სტიქიამ პრობლემები შექმნა ბახმაროშიც. ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხეტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა. ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს. Adigeni მუნიციპალიტეტში უხინალექის შედეგად ღვარცოფული პროცესები განვითარდა. მერის ცნობით დაიტბორა რამდენიმე სოფელი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები და მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი. გარდა ამისა დაზიანდა სააგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურდა სასოფლო სამეურნეო სავარგულები. Adigeni მერის გოჩა ქიმაძის თქმით, ოჯახები, რომელთა სახლებიც სტიქიამ დააზიანა, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. ისივე ცნობით მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის დასადგენად მუშაობს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხშიც. სტიქიამ დააზიანა 2 სოფლის, ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა აღარ არსებობს. ასევე გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. როგორც ადგილობრივ მერიაში ამბობენ, შექმნილია საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ლენტეხი უშქულის მიმართულებით 4 ლოკაციაზე ჩამოწვა მეწყერი და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოპერატიულად მოახდინა ტექნიკის მობილიზება და ამ ეტაპზე აბსოლუტურად სრულად გახსნილია ქუთაისი ლენტეხი უშქულის მიმართულებით საავტომობილო გზის მოძრაობა. მიუწვდომელი რჩება ლენტეხი ბავარის მიმართულებით საავტომობილო გზის პრობლემა სოფელს ვერ უკავშირდებით, მაგრამ ფიქრობ, რომ დღის ბოლომდე აღდგენილი იქნება აღნიშნული გზაც. შექმნილია სალიკვიდაციო კომისია სტიქიის და ფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე გვეცოდნება სრული ინფორმაცია. ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტში კურორტ ლაშიჭალას მიმართულებით მოხდა ჩამოვიდა ისევ მეწყერი, ასევე დაზიანდა ხიდი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და ფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია გვექნება. დღეს დილიდან ადგილზე მობილიზებული არის ტექნიკა, გახსნილია დღის მდგომარეობით ფაქტობრივად ცენტრალური საავტომობილო გზები, ასევე მუშაობა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე და ჩვენ ვარაუდობთ, რომ დღეს საღამომდე ყველა დანიშნულების, ყველა მიმართულების საავტომობილო გზაზე გადაადგილება თავისუფლად აღდგენილი იქნება. წუხელ გვიანღამით ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გადაადგილების პრობლემა შეექმნა ტურისტებსაც, თუმცა როგორც ცნობილია, საბოლოოდ მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა.